კვარაცხელია თამაზი ყოფილი მსჯავრებულის მამა აფუნა კვარაცხელიას მინდა დღეს შევხვდეთ თქვენ წინაშე ორ თემას ერთ-ერთი თემა ეხება სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას და მეორე თემა დანი ნაძალადების პროკურატურას სანამ თემაზე გადავიდოდეთ წინასწარ მინდა ოდიში მოუხადო მე დანის პროკურატურის იმ თანამშრომლებს რომლებსაც ამ საქმესთან ურთიერთობა არ აუხდა არ ეხებათ რასაც მე დღეს აღვნიშნავ დანის პროკურატურის მემართებაში 2013 წლის 9 ოქტომბრის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე ექსპერტს ქალბატონ ქეთევან ბედენაშვილს მიიღო წარმოებაში წარდგენილი სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციები, რომლის საფუძველზე უნდა დაედგინა პროკურატურის მიერ დასმულ 5 კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. მაგრამ სამწუხაროდ არც ერთ კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული 7 თვის დაახლოებით 7 თვე დაჭირდა, რომ დაედო ექსპერტიზის დასკვნა. მაგრამ სამწუხაროდ დადებული ექსპერტიზის დასკვნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ არის გამოყენებული წარდგენილი სათანადო სამედიცინო დოკუმენტაციები. მინიმუმ მაინც უნდა ემჯელა ექსპერტ ბედენაშვილს, რატომ არ გამოიყენა დასკვნაში ეს სამედიცინო დოკუმენტაციები და თავისი უნდა გაეზიარებინა თავის დასკვნაში რა მიზეზით არ გამოიყენა. დაახლოებით 7 თვის მერე დადებული იქნა დასკვნა, როცა ჩვენ თვითცნობილი გახდა მივმართეთ სამხარაულის ბიუროს, რომ გადმოეცათ ექსპერტიზის დასკვნის ასლი. ასევე მივმართეთ წერილობით დანი ნაძალადების პროკურატურას, პროკურორ ბატონ დავით კვინიკაძეს, რომ გადმოეცა დასკვნის ასლი, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე უარი ვითხრეს ასლის გადმოცემაზე დასკვნის. ეგონებოდათ ვითომ გრიფით საიდუმლოედოს საქმეს, როცა ცნობილია ნაწამები პიროვნება, როცა ცნობილია ბრალ წასაყენებელი პიროვნებები, ვინც აწამა ეს პიროვნება. ამიტომ სახალხო დამცველის აპარატს მივმართეთ ბატონ უჩა ნანუაშვილს, იძულებული გავხდით რომ მიგვემართა და ბატონი უჩა ნანუაშვილის მეშვეობით დღეს გავეცანით ჩვენ ექსპერტიზის დასკვნის ასლს და ვიჭირავს ხელში. მოგახსენებთ. ეს არის დასკვნა, რომელიც 5 თვის განმავლობაში, 7 თვის განმავლობაში მუშაობდა ქალბატონი ქეთევანი, 4 ფურცლიანი დასკვნა არის. ამ 4 ფურცლიდან ერთ-ერთ ფურცელზე ეს მოკლე ის არის დასკვნა, რომელიც 7 თვის ნამუშევარი არის, ეს დანარჩენი გამოყენებული აქვს სამედიცინო ბარათი საჯელ აღსრულების და 2012 წლის 4 თებერვლის თოდუას კლინიკაში გადაღებული მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფის დასკვნის დიაგნოზი. დანარჩენი არც ერთი სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის გამოყენებული. არ არის გამოყენებული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, ვექტორის მიერ გაცემული 2012 წლის 28 ნოემბერს გაცემული დასკვნა, არ არის გამოყენებული სტამბოლის ოფნის მიხედვით შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომელიც ითვალისწინებს წამების დოკუმენტირების გაეროს პრინციპებს, სტამბოლის ოფნის შედგენილი დასკვნის მიხედვით, რომელიც შედგენილი იქნა 2013 წლის 7 მაისს, მითითებულია აფუნა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ კავშირში იმყოფება აღნიშნულ წამების ფაქტთან. არ არის სხვა სათანადო დოკუმენტაციები, რომელიც 2013 წლის 6 მაისს ჩაქცევა მიიღო მე-16 დაწესებულებაში, სასწრაფო წესით იქნა გადაყვანილი ერთ-ერთ კლინიკაში და საჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე
ბატონი არჩილ თალაკვაძის მეშვეობით დღეს ცოცხალია ეს პიროვნება, გადაყვანილი იქნა თოდუას კლინიკაში, სადაც დაუდგინდა სის ჩაქცევა. აი ეს არც ერთი სათანადო დოკუმენტაცია არ არის გამოყენებული და არის სერელეთ, ესე იგი ექსპერტიზის დასკვნა კი არა, ამას ვერ დავარქმევთ ცნობას. ესე იგი ჩამოწერის მიზნით მოიშორეს და გადმოუგზავნეს პროკურატურას. ასევე 2013 წლის 21 ფებრუარს საჯელ აღსრულების სამინისტრო მიმართა რამდენიმე კითხვით ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს. იყო სამი შეკითხვა, სამივე შეკითხვაზე უარი გასცა, ერთ-ერთ შეკითხვაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთო, მეორე შეკითხვაზე გასცა პასუხი ჩვენს უფლებებს არ აღემატებაო და მესამეზე კიდევ საერთოდ ხმა რა მოიღო. და როცა ამ დასკვნის დადების მერე 2 თვეში სის ჩაქცევა მიიღო. და ამის შემდეგ მე ვეუბნებოდი პროკურატურას, რომ სამხარაულის ბიურო ამის საწინააღმდეგო დასკვნას არ დადებს მეთქი. მაგრამ მაინც საჭირო არისო და ვიცითო მიახლოებით რას დადებსო, მაგრამ მაინც აუცილებელი არისო და აგერ არის შედეგი. არა, პროკურატურა არა, არც ერთ კითხვაზე არ აქვს, აქ არის ხანდაზმულობაზე მიმართა პროკურატურამ, სიმძიმეზე მიმართა, არც ერთ იმაზე არ არის კითხვა პასუხი გაცემული. როცა ხერხემლის პროექციაზე დღესაც ეთყობა ხმა ნაჭდევი, რომელიც ბლაგვის საგნით არის მიყენებული, საერთოდ არ არის მითითებული არაფერი. ესე იგი, ვერ ადგენენ, როცა მე-17-18 საუკუნის სამარხებში ნაპოვნი ძვლების მიხედვით არქეოლოგიური გათხრების შედეგად მეცნიერები იმას ადგენენ, რომელს ეკუთვნოდა მამრობითი თუ მდედრობითი, დაახლოებით რამდენი წლოვანების იყო და გარდაცვალების მიზეზსაც ადგენენ და ამათმა 2 წლის მომხდარი ფაქტი ვერ დაადგინეს, მაგრამ სპეციალურად არიდებენ ამ ხანდაზმულობასა და სიმძიმეს თავს. ამის მიზეზს მოგახსენებთ, სამხარაულის სახელობის ბიურო კი არა, იქ უნდა ეწერო ჯალათების მფარველი კანტორა, იმიტომ რომ ჯალათებს მფარველობენ. 2012 წლის 20 ოქტომბერს თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ მივმართებთ მთავარ პროკურატურას ამ ფაქტთან დაკავშირებით. ქვემდებარეობით გადაეგზავნა გდანი ნაძალადევის პროკურატურას. სხვა საქმეებთან ერთად მთლიან წარმოებაში მიდიოდა ეს საქმე, მაგრამ 2013 წლის მარტში ცალკე წარმოებად გამოეყო პაპუნა კვარაცხელიას საქმე. დღეს მე-7 პროკურორის აქვს ეს საქმე გამოძიებაში. მას სამწუხაროდ არც ერთ პროკურორს ხელი არ გაუნձრევია. ერთადერთი იყო პროკურორი ილია ჯანაშია, რომელიც გადაყვანილი იქნა სხვა სამსახურში, თორემ მაგის დროს დაიკითხა რამდენიმე მოწმე. სპეციალურად აჭიანურებენ, გამოძიება მიდის ფორმალურად. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით 2014 წლის 27 მარტს მიგვემართა მთავარი პროკურორისთვის, ბატონი გიორგი ბადაშვილისთვის, ასევე იუსტიციის მინისტრისთვის, ქალბატონ თეატ სულიკიანისთვის, სადაც საჩივარში აღნიშნავდით ამათ უსუსურობას და უმოქმედობას, რომ აჭიანურებდნენ ხელოვნურად, მაგრამ და ვითხოვდით მთავარ პროკურატურას გამოეძიებინა ეს საქმე. მაგრამ ეს ჩვენი საჩივარი თანდარტული მასალებით იმ ორგანოს გადაუგზავნა მთავარმა პროკურატურამ, ვის მოქმედობასაც აღნიშნავდით საჩივარში. ამ საჩივრის მერე, რომელიც გადაგზავნილი იქნა გდანი ნაძალადევის პროკურატურაში, დაახლოებით 4 თვეზე მეტია გასული, მაგრამ იმ საჩივარში აღნიშნულ მოთხოვნებზე დღემდე პასუხი არ არის გაცემული. აქედან გამომდინარე, არ არის პიროვნება დაზარალებულად ცნობილი, არ არის ამოცნობა ჩატარებული, 2 წელი სრულდება უკვე თვენახევარში, ამოცნობაც არ არის ჩატარებული და როცა დაზარალებული არ არსებობს, როცა ამოცნობა არ არის ჩატარებული, წარმოუდგენელი არის ამ საგამოძიებო მოქმედებების გარეშე ამ ჯალათების მიმართ ბრალის წაყენება. მოგახსენებთ, მიზეზი ის არის, რომ წინა ხელისუფლების მოტრფიალე ჩინოვნიკები სადღაც 50-60%-მდე არიან გენაცვალები.
შემორჩენილი ფილაძიან სკამზე კაი ხელფას იღებენ, აკეთებენ იმათ საქმებს დღესაც, რაც შეიძლება მეტი ამ თავრობის მიმართ მეტი განაწყენებული ადამიანი იყოს. სხვა არაფერი. და დარწმუნებით ვიცი, რომ ვითხოვდი ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვას 10 თვის განმავლობაში, სანამ მთავარი პროკურორის მიერ ეს ჩვენი საჩივარი თანდართული მასალებით არ გადაეგზავნა დანი ნაძალადევის პროკურატურას, მანამდე ვერ დაკითხეს ის მოწმე. ხან რას იმიზეზებდნენ, ხარას იმიზეზებდნენ ჩემთან, დაკითხეთ ეს პიროვნება მეთქი. მერე მეუბნებოდნენ, საჯარო მოხელე არის და არა გვაქვს უფლება ალბათ. კი ბატონო. და მე ვეუბნებოდი, საჯარო რიგით საჯარო მოხელეს კი არა, საზღვარგარეთ პრეზიდენტებს მოქმედს იბარებენ და ყოფილ პრეზიდენტებს მეთქი. აქედან გამომდინარე, კიდევ ყოფილ თანამშრომელი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, წელიწად ნახევარია თავ შევიკავებ, მაგი ყოფილი თანამშრომელია და ამ მომენტში სახელი და გვარისგან მაგისი რომ აქ გავაჟღერო, თავ შევიკავებ სპეციალურად. ჩემი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ ესენი აჭიანურებენ სპეციალურად და გამოძიება მიდის ფორმალურად. აქედან გამომდინარე, ჩვენ უცხადებთ უნდობლობას დანი ნაძალადევის პროკურატურას, რომლებიც მფარველობენ ჯალათებს, არიან უსუსური, არ შესწევთ უნარი გამოიძიონ ეს წამების ფაქტი, ამიტომ ვაძლევთ დღეიდან აცილებას და ვთხოვთ მთავარ პროკურატურას გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ საქმე. და აქვე მინდა კიდევ დავძინო თქვენი არ არის პირადი ინტერესები, აქ არის დანაშაულო ისამ ჯალათებს მფარველობენ რა. კი ბატონო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დანი ნაძალადევის პროკურატურა მფარველობს ჯალათებს, არ შესწევს უნარი რომ გამოიძიოს წამების ეს ფაქტი, არის უსუსური ამ საქმის მიმართ, ამიტომ უცხადებთ ჩვენ დღეიდან უნდობლობას და ვაძლევთ აცილებას. მივმართავ მთავარ პროკურატურას თხოვნით, გამოიძიოს მთავარმა პროკურატურამ ეს საქმე და ჩაატაროს სრული საგამოძიებო მოქმედებები. 2011 წლის 29-30 სექტემბერში.